იმ წმინდანებს შორის, რომელთაც საქართველოში ოდითგანვე დიდ პატივს მიაგებდნენ და გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდათ. ერთ-ერთია კაბადოკიელი ქალწული წმინდა ნინო, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული საქართველოს გაქრისტიანება. იგი სახელგანთქმული მშობლების რომის მხედართმთავრის ზაბულონისა და იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის დის სოსანას ერთადერთი ასული იყო. მამის ბერად აღკვეცისა და დედის დიაკონისად კურთხევის შემდეგ ნინოს მოხუცი ქალი ზრდიდა. აღმზრდელი ნინოს მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს უამბობდა ხოლმე. წმინდა ნინო მისგანვე გაიგო ქრისტეს კვართის საქართველოში მოხვედრის შესახებ. ამის შემდეგ წმინდა ნინო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გულმხურვალედ ევედრებოდა, რომ უფლის პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა. ღვთისმშობელმა შეისმინა წმინდა ნინოს ლოცვა და გამოცხადებისას აკურთხა, საქართველოში ექადაგა და მოექცია ერი. საქართველოში ჩამოსვლამდე წმინდა ნინოს არაერთი დაბრკოლება შეხვდა. რომიდან იგი სომხეთში ჩავიდა. სომხეთში კი მისი თანამოაზრენი რიფსინე და გაიანე 50 ქალწულთან ერთად აწამეს. მაშინ წმინდა ნინო გადარჩა და გზა განაგრძო საქართველოსკენ. წმინდა ნინო საქართველოში ფარავნის ტბიდან შემოვიდა და მცხეთაში არმაზის კერპის თაყვანისცემის დღეს ჩავიდა. მეფე, მთავარნი და ყოველი ერი შიშით წწოდა კერპთა წინაშე. წმინდა ნინოს ლოცვით კერპები შეიმუსრა. ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი სასწაულთაგანი საქართველოში. წმინდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა. მის ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს ჯვრის თაყვანისმცემლები. მათ შორის იყო ნანა დედოფალიც, რომელიც წმინდა ნინომ მძიმედ დასნეულებული განკურნა. ამას მოჰყვა მეფე მირიანის მოქცევაც, რომელიც სანადიროდ იყო და მზის მოულოდნელი დაბნელებისას კერპებისთვის ამაოდ აღვლენილი ლოცვის შემდეგ ქრისტეს შეევედრა. ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი. წმინდა ნინოს ცხოვრების სხვადასხვა რედაქცია გვეუბნება, რომ მეფეს თვალდაუბნელდა და მისი თანმხლები პირები მზის ნათელს ხედავდნენ. ლოცვის შემდეგ ნათელი კვლავ გამობრწყინდა. რწმენაში გამტკიცებულმა მეფემ მოინახულა მოციქულთა სწორი და მოინათლა. ამის შემდეგ წმინდა ნინოს ქრისტიანობის გავრცელებასა და გამტკიცებაში მუდამ ხარში ედგა. ქართველთა განმანათლებლის უახლოესი თანაშემწენი იყვნენ წმინდა სალომე უჯარმელი და პერო ჟავრა სივნიელი. ისინი წმინდა ნინოსთან ერთად ქრისტიანობის გასავრცელებლად უამრავ ჭირსა და დევნას იტანდნენ. სწორედ სალომე უჯარმელმა და პერო ჟავრამ აღწერეს მოციქულთა სწორი ნინოს ცხოვრება და მოღვაწეობა. მაშინაც კი როდესაც პრინციპში ეკლესიაში იშვიათად დავდიოდით პატარები რო ვიყავით სანთლებს ვანთებდით, ყოველთვის რომ წმინდა ნინოს ხატთან სანთელს ვანთებდი, ეს მახსოვს, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს მეგულებოდა ჩემი დამცველი. ძალიან დიდი დღესასწაული მთელი ერისთვის ნინოობა და მე მეამაყება რომ ესეთი წმინდანის სახელს ვატარებ. სულ გზნობ მის მფარველობას, თან ბებიაც ნინო იყო და მის აპატივცემულადაც დამერქვა მე ნინო და ჩვენთან სახლში ყოველთვის აღინიშნებოდა განსაკუთრებით ეს დღესასწაული, იმიტომ რომ ქალბატონი ნინო აღნიშნავდა ყოველთვის. ხოთაშოს მე პატარა რო ვიყავი, მეგონა რომ ნინოობა ზარი დაბადებული, იმიტომ რომ არც არ აღნიშნავდა დაბადების დღეს და აღნიშნავდა თავისი ანგელოზის დღეს. და ამიტომ ტრადიციულად მეც მიყვარს ძალიან ეს დღე და ყოველთვის აღნიშნავ თუ თბილისში ვარ. წლევანდელი ნინოობა ცოტა განსხვავებული იქნება, იმიტომ რომ კონცერტი გვაქვს დანიშნული, რომელიც უძღვნით ნინოობის დღესასწაულს და ასევე ქალბატონი ნინოს ხსოვნასაც. ამ ორი წმინდანის სიყვარული რომ დიდია ქართველებში, სამოქალაქო რეესტრის მონაცემებიც მოწმობს. 5284 მანდილოსანი ატარებს დღეს სალომეს სახელს. ნინო კი 34312 მანდილოსანს ჰქვია.